ამომრჩეველთა ლიგა CSKA-ს წინააღმდეგ ორგანიზაცია ზურაბ ხარატიშვილს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ განცხადებები თითქოს საოლქო კომისიის წევრებზე ზეწოლა ხდება პოლიტიკურ შინაარსს ატარებს. კოკა გუნცაძემ დღეს ჟურნალისტებს რამდენიმე ოქმით წარუდგინა, სადაც დარღვევები ასახული. კონკრეტულად კი მითითებულია იმაზე მეტი ამომრჩეველი, ვიდრე ეს წინასწარ სიაში იყო. ლიგის ხელმძღვანელი მსგავსი ფაქტების გასაჩივრებას გეგმავს. CSKA-ს თავმჯდომარეს ვერ გაუცნობიერებია, რომ ის არის CSKA-ს თავმჯდომარე, ქვეყანაში არის ახალი პოლიტიკური ვითარება, ახალი პოლიტიკური რეალობა და ის ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად გამოაქვეყნოს ობიექტური ინფორმაცია. ძალიან ცდება CSKA-ს თავმჯდომარე, თუ გონია, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა უფრო საშიშია, ვიდრე ქართული ხალხი. ეხლა მინდა განახოთ მაგალითი, ერთი ოქმი, თუ როგორი ოქმების დარეგისტრირებას აპირებს CSKA. მე ხელთ მაქვს ადიგენის 38 საარჩევნო ოლქის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ოქმი, სადაც ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა განსაზღვრულია 818, ხოლო მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა განსაზღვრულია 828. ანუ გაცილებით მეტმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ვიდრე ამომრჩეველთა რაოდენობაში იყო დაფიქსირებული ეს რიცხვი. და უფრო კონკრეტულად რა პრეტენზიები აქვს ამორჩეველთა ლიგის ხელმძღვანელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ კოკა გუნცაძე იქნება ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო კოკა. პირველ რიგში სანამ თქვენი დამკვირვებლების მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე დავიწყებდეთ საუბარს, მაინტერესებს რომელ პოლიტიკურ განცხადებას გულისხმობთ ამ შემთხვევაში, რომელმაც თქვენი გაღიზიანება გამოიწვია. CSKA-ს თავმჯდომარე ნაცვლად იმის, რომ დროზე გამოაქვეყნოს არჩევნების შედეგები, ჯერ გაჭიმა დრო, გააჭიანურა დათვლის და შეჯამების პროცედურები და შემდეგ დღეს ხედავთ, რომ გამოდის და აკეთებს პოლიტიკური შეფერილობის განცხადებებს, თითქოს ზეწოლა აქვს, თუმცა არ დაუზუსტებია ვისგან. ადგილი აქვს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ადგილი აქვს გავლენის მოხდენას არჩევნების შედეგებზე. ერთადერთი, ვინც დღეს ახდენს ნეგატიურად არჩევნების შედეგებზე გავლენას, ეს არის თავად CSKA-ს თავმჯდომარე, რომელიც ხელოვნურად ჭიმავს დროს და არ აქვეყნებს ობიექტურ მონაცემებს არჩევნების შედეგების შესახებ. გაცნობებთ, რომ დამთავრებულია არჩევნები უკვე 3 დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩამოსულია პრაქტიკულად ყველა საარჩევნო უბნიდან ოქმები. ეს ინფორმაცია ჩვენ გვაქვს, ჩვენ ვაწარმოებდით პარალელურ დათვლას ყოველ მესამე 1200 უბანზე და გვაქვს ზუსტი დეტალური ინფორმაცია თუ რა ვითარება ამ თვალსაზრისით. გარდა ამისა, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წარმოგიდგინოთ რამდენიმე ფაქტი. მტკიცებულება ოქმების სახით. სანამ დარღვევებზე გადავალთ, ცოტა ხნის იყო ევროკავშირის ელჩი, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იყვნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და სხვათა შორის მათაც გააკეთეს განცხადება ყველა პოლიტიკური ძალისათვის, რომ არ მოხდეს მსგავსი ტიპის განცხადებები თითქოს საოლქო კომისიის წევრებზე ხდება რაიმე სახის ზეწოლა, იმიტომ რომ ეს ხელს უშლის CSKA-ს მშვიდ ვითარებაში მუშაობასო. CSKA თვითონ აყენებს თავის თავს არამშვიდ ვითარებაში გარწმუნებთ, რატომღაც დღემდე ვერ გამოდის CSKA-ს თავმჯდომარე ერთი პოლიტიკური სუბიექტის ყოფილი ხელისუფლების გავლენიდან და რატომღაც ჩათვალა, რომ ეს ხელისუფლება, ყოფილი ხელისუფლება უფრო საშიშია, ვიდრე ქართული ხალხი დღეს. მე ვარწმუნებ მას, რომ დღეს ქართულმა ხალხმა გააკეთა კაფეო განაცხადი, გააკეთა არჩევანი და ნუ გამოცდის ქართული ამორჩევლის მოთმინებას. ეს მას არ წაადგება, არც მთელი CSKA-ს შემადგენლობას, ბუნებრივია, იქ ახლა CSKA-ს შემადგენლობა ცალკე საუბრის თემა, იქ არის რამოდენიმე წევრი, რომელიც იმ კრიმინალურ მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის 5 იანვარს და თუ მათ გონიათ, რომ ეს ვინმეს დაავიწყდა, ძალიან ცდებიან. კარგად მიყურონ და გაიცნობიერონ. რომ ძალიან სწრაფად დროზე გამოაქვეყნონ არჩევნების შედეგები. რაც შეეხება ფაქტებს და მტკიცებულებებს. მაგალითისთვის, ადიგენის 38 საარჩევნო ოლქში, პირველ საარჩევნო უბანზე 828 ამორჩეველია დაფიქსირებული. აქედან ერთიან საარჩევნო სიაში 818, სპეციაში 10. მონაწილეთა რაოდენობა წერია, არჩევნებში მონაწილეთა ამორჩეველთა რაოდენობა 828 კაცმა მიიღო მონაწილეობა, ამორჩეველობა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ბიულეტენების რაოდენობა არის 750. როგორ შეიძლება უფრო მეც მიიღო მონაწილეობა 120 კაცით, ვიდრე ბიულეტენების რაოდენობა არის დაფიქსირებული ოლქში. აი ასეთი ოქმია ჩამოსული და ცხადია გამარჯვება აი ამ საარჩევნო უბანზე ეკუთვნის 5 ნომერს ნაციონალურ მოძრაობას. სენაკის 64 საარჩევნო ოლქი, მე-15 საარჩევნო უბანი. ერთიან საარჩევნო სიაში 1893, სპეციალურ სიაში პლუს ამას 1853, ანუ სულ მონაწილეთა რაოდენობა არის 1897 ამორჩეველი, ამდენმა მიიღო მონაწილეობა, 1100 ბიულეტენია მიღებული. საინტერესოა 700
შვიდასმა ამორჩეველმა რომელ ბიულეტენით გამოხატა თავისი ნება ამ არჩევნებში. აი ეს არის ოქმი. ცხადია, ასეთ ოქმში გამარჯვება დაუფიქსირდა ნაციონალურ მოძრაობას. და კიდევ აქ მაქვს შუახევის საარჩევნო ოლქი 337 არის დაფიქსირებული სულ საარჩევნო სიაში და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 350 ადამიანმა. სულ არის იმ ოლქში 337 ამორჩეველი და მონაწილეობას იღებს 350 ამორჩეველი. აი მაგალითად ეს ოქმი. სავსე ასეთი ოქმებით როგორ აპირებთ შემდეგ როგორც თქვენ ამბობთ გარდა ამისა მინდა კიდე ერთხელ შევეხო პარალელური დათვლის შედეგებს. ანუ საჩივარს თუ შეიტანთ აუცილებლად ცხადია ამას მივყვებით ბოლომდე არ დასრულებულა ხმის დათვლის პროცედურა მინდა მოგახსენოთ შევახსენოთ ჩვენ მაყურებელს ქართულ ამორჩეველს გარკვეულ მავნებლობებსაა კიდე ადგილი არ მინდოდა ეს სიტყვა ეს ტერმინი გამომეყენებინა არ ვიცი ვისი მხრიდან და ჩვენ მივყვებით ბოლომდე ყველა ეტაპზე მანამ არ დაიწერება ობიექტური შემაჯამებელი ოქმი და არ იქნება ობიექტურად ასახული სამართლიანად ის შედეგები რა არჩევანიც გააკეთა ქართულმა ხალხმა. წარსულს ჩაბარდა манипуляციების ეპოქა, წარსულს ჩაბარდა არჩევნების მოპარვის ეპოქა და კიდე ერთხელ მოუწოდებთ CSKO-ს თავმჯდომარეს და გაიცნობიეროს რა პოლიტიკურ რეალობაში იმყოფება დღეს. თქვენ მიერ ჩატარებული ესე იგი პარალელური დათვლის შედეგები 1 საათში უნდა გამოქვეყნდეს, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, საბოლოო შედეგები. ამ დროისთვის რა მონაცემები? ამ დროისთვის 62.7% ლიდერობს კოალიცია ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება 38.5% დააგროვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. შედის ბოლო საარჩევნო უბნები სავარაუდოდ ეს არსებითად ეს სურათი არ შეიცვლება შეიძლება სულ 1-2% მოაკლდეს ვთქვათ ქართულ ოცნებას იქ სამეგრელოს რამოდენიმე ათეულობანშია საქმე და იქ დარჩენილი ამ უბნების მონაცემები ალბათ პრინციპულად არსებითად ეს სურათი ცხადი არ შეიცვლება. ჩვენ დავდებთ ამის დამადასტურებელ ოქმებს და ბუნებრივი ამ პოზიციას, სამართლიან პოზიციას, ფაქტებს და შედეგებს დავიცავთ ყველა ეტაპზე, ყველა დონეზე. სტატისტიკა რომ გითხრათ, თქვენი დამკვირვებლები როგორ აწარმოებდნენ აი ამ პარალელურ დათვლის რამდენ უბანზე? ყოველ მესამე უბანზე. ჩვენ ყავდა 2 დამკვირვებელი ამორჩეველთა ლიგიდან, რომელიც აკვირდებოდა ხმის დათვლის, ხმის მიცემის, შემაჯამებელი ოქმების ფორმირების პროცესს. და ცხადია მათი მონაცემების საფუძველზე, შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს, ყველა აი ამ 1200-ვე საარჩევნო უბანზე ჩვენ ვაწარმოებთ პარალელური დათვლა, შევაჯამეთ ეს მონაცემები და აი მონაცემების საფუძველზე აკეთებთ ამ განცხადებებს. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს. იმ სადავო ოლქებში, რომელზეც აცხადებს CSKO აკეთებს განცხადებებს, ჩვენ გვაქვს სხვა მონაცემები, აქ 8 სადავო ოლქია. აი აქ პრინციპულად განსხვავდება ჩვენი მონაცემები CSKO-s მონაცემებისგან. სიღნაღში ლიდერობს გელაშვილი ქართული ოცნებიდან, დედოფლისწყაროში თამაზაშვილი, ბოლნიში ჩხეტიანი, გორში ვახტანგაშვილი, ხაშურში გელაშვილი, თერჯოლაში გოგსაძე, ხონში სანუძე, ქედა ანანიძე. აი ამ 8 ოლქში პრინციპულად განსხვავდება ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები CSKO-s მიერ გამოქვეყნებული მონაცემებისგან. ბოლოს მინდა კითხოთ აუცილებლად ემიგრანტებთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს არ ეთანხმება კოალიცია ქართული ოცნება და ძალიან ბევრი უზუსტობა შეიქმნა ამ საკითხთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ პირველ რიგში ავღანეთიდან მიღებული ხმები გამოაქვეყნეს CSKO-s ვებგვერდზეო. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ საერთოდ საზღვარგარეთ ხმებთან დაკავშირებით? ქვეყნის გარეთ არ ყოლია დამკვირვებელი, მხოლოდ პარიზში ერთი დამკვირვებელი ვიყავით წარმოდგენილი და აქედან გამომდინარე მე არ ვიქნები კომპეტენტური რომ ამ საკითხზე ვისაუბრო. გასაგებია და მაშინ ბოლო შეკითხვა ისევ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რომ მივუბრუნდეთ, მაშინ როდესაც ხელისუფლება თავადვე აღიარებს არჩევნებში მარცხს და ამბობს რომ ის უკვე დღეიდან არის უმრავლესობა დღეიდან უკვე გადადის ოპოზიციაში, მაშინ ამ შემთხვევაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას როგორც თქვენ ამბობთ, რა დაინტერესება, რა პოლიტიკური წნეხის ქვეშ უნდა იყოს, რომ თქვა როგორც თქვენ ამბობთ, წელობს და შეგნებულად აჭიანურებს ხმების დათვლის პროცესს. ეს არის ინერცია გარკვეული, ეს არის ხელისუფლების ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ. მე ვერ გეტყვით, ეს დაინტერესება აქვს ყოფილ ხელისუფლებას, ილუზია, რომ ის რატომღაც მოტრიალდება ხელისუფლებაში, ან შეძლებს რაღაც პოზიციებს და გავლენის შენარჩუნებას. ეს მე ვფიქრობ, სრული ილუზია, მიმდინარეობს ხელისუფლების გადაცემის პროცესი. ცხადია, ამ პროცესში ჭირდება გარკვეული დრო, ეს ახლა 1-2 დღის საკითხი არ არის. მოხდება პარლამენტის შედგება პარლამენტის პლენარული სხდობა, მოხდება ახალი მთავრობის დაკომპლექტება, შეიცვლებიან წამყვანი პოლიტიკური ფიგურები, მინისტრები და შეიცვლება ცხადია პოლიტიკური კურსი
კურსი, რომელიც ქვეყანაში სუფევდა. ეს ვითარება მთლიანად გამოსვლის არსებულ მდგომარეობას, რატომღაც ეს მარტივი ჭეშმარიტება გაცნობიერებული არ აქვს. არც CSKO-ს თავმჯდომარეს და არც იმ ადამიანებს, რომლებიც ზეწოლას ახდენენ CSKO-ს თავმჯდომარეზე და ზეწოლას ახდენენ მხოლოდ მისი ყოფილი გარემოცვა და ის გუნდი, რომელსაც ეკუთვნოდა CSKO-ს თავმჯდომარე. ძალიან დიდი მადლობა ამ მრჩეველთა ლიგის ხელმძღვანელი კოკა გუნცაძე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.